ახლა კი მთავარის კითხვებს აჭარის კულტურის მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე უპასუხებს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველია, როგორც მინისტრის რანგში ჩვენთან სტუმრობა და რა თქმა უნდა, პირველი კითხვაც ლოგიკური იქნება, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა, თქვენი ხედვები ამ მიმართულებით, საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნოა დღეს ჩემი როგორც კულტურის მინისტრის ხედვების გაზიარება და მე ვფიქრობ, რომ პირველად შეიქმნა კულტურის სამინისტრო და ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და მე როგორც ხელოვანმა მინდა მადლობა გადაუხადო სახელმწიფოს და პირველ რიგში რა თქმა უნდა აჭარის მთავრობას იმისათვის და თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ისეთი, რომ ცალკე არსებობდეს კულტურის სამინისტრო, რაც ნიშნავს ახალ ხედვებს, ახალ პასუხისმგებლობებს და ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონი, რომელიც არის ძალიან განვითარებადი და რომელიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, სწრაფად ვითარდება აქ ტურიზმით და ბევრი ყველა მიმართულება, აუცილებელია კულტურის სამინისტრო, რომელსაც ექნება, ასე ვთქვათ, ხედვა, ამბიციური ხედვები და რომელიც ნიშნავს, რომ სოფლიო რუკაზე იყოს აჭარის ულამაზესი რეგიონი კარგად წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, სანამ ჩვენ კონკრეტულ კონკურსებზე, პროექტებზე გადავალთ, რომლებიც უკვე გამოცხადებულია, თუნდაც რომელიც დღეს დაიწყო, რომელიც ასევე 4-ში სრულდება. პირველი ნაბიჯები რა არის, რომელსაც ახლა გადის კულტურის სამინისტრო? პირველი ნაბიჯები, ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ კონკურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის სახელოვნებო ინიციატივების განვითარება, კულტურის განვითარება, ხედვები არის ის, რომ ჩვენ ვაანონსებთ ძალიან ბევრ სიახლეს, რომელიც უკვე ზაფხულიდან დაიწყება და ბევრი სიურპრიზი იქნება და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განვითარდეს როგორც კულტურა მთის რეგიონში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ყველგან შევიდეს, როგორ გითხრათ, კულტურის დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყოს, უფრო მეტად იყოს მისაწვდომი კულტურული პროცესები ყველა სოფელში, ყველა სახლში და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კულტურაზე ასეთი შუქი ეცემა, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობისკენ მიდის ქვეყანა და ის ქვეყანა აუცილებლად განვითარდება. კარგით, დავიწყოთ მაშინ იმ კონკურსზე საუბარი, რომელიც სწორედ როგორც აღნიშნე დღეს გამოცხადდა და 30 აპრილამდე არის მიღება, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საგრანტო ფონდი არის საკმაოდ დიდი 300,000 ლარი. შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი, აი რას გულისხმობთ ამაში, რას მოიცავს და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და ეს არის 900,000 ლარი, თითქმის ცოტა მეტიც კიდევ. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა არის კულტურის სამინისტროდან, ეს ადრეც იყო და ეხლა გრძელდება ეს ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება და ვთხოვ ყველას, რომ პროექტები უფრო კიდევ და მეტი წარმოადგინონ. ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპები, რომლებიც ახალ იდეებს გაგვიზიარებენ, ინოვაციებს გაგვიზიარებენ და ეს ნიშნავს იმას, რომ საფესტივალო ქალაქი და მინდა აქვე ვთქვა, რომ ბათუმი არის იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქი სტატუსით და ეს გრძელდება. აი, ვხედავთ, რამდენი შემოთავაზება არის, რამდენი ინიციატივა არის, ეს ყველაფერი ანვითარებს სახელმწიფო სფეროს და კულტურას, რა თქმა უნდა. გასაგებია, ასევე მეორე პროექტზეც უნდა ვისაუბროთ, ასევე კონკურსია, ესეც ლიტერატურული კონკურსი ფრიდონ ხალოშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის სტიპენდიანტებისთვის, რომელიც 4 აპრილს დასრულდება. რამდენად იყო აქტიურობა და რამდენად არის ამჟამადაც განაცხადების შემოსული? ეს უმნიშვნელოვანესია, ძალიან დიდი განცხადებები, ბევრი თხოვნები იყო და შემოთავაზებები ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მინდა კიდევ აქვე გაუსვა ხაზი, რომ კონკურსებს სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ახალგაზრდებისათვის, მათი შემოქმედებითი მუხტის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, მათი ხელშეწყობა და ადამიანები, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ, ესენი არიან უდიდესი პიროვნებები, უდიდესი მოღვაწეები, საქართველოს სიამაყეები, აჭარის კუთხის სიამაყეები და მე ვფიქრობ, რომ მათი მაგალითი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არსებობს მათი სახელობის კონკურსი.
გასაგებია კაბდონელისო ზაფხული მოდის და განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე ბათუმი აქტივობებით ზაფხულის პერიოდში ვინაიდან ჩვენთან არის ძალიან ბევრი ტურისტი ამ სეზონზე მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვახსენებთ და არაერთ მინისტრს უთქვამს მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყო ვისაც აბარია ამ შემთხვევაში ტურიზმი ხშირად ვაცხადებთ ხოლმე რომ 4-ვე სეზონისთვის მზად არის აჭარა თუმცა ზაფხული მაინც განსაკუთრებულია რა აქტივობები გეგმება თუ გაქვთ რომ უკვე კონკრეტული პროექტები გაწერილი და თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმხილოთ რომელი? ცოტას გაგიმხელთ, ყველაფერს ვერა, იმიტომ რომ ვიტოვებ მაინც იმის საშუალებას რომ შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვისაუბრო ამ თემაზე. განსაკუთრებული რა თქმა უნდა იქნება მე ვფიქრობ რომ დაგეგმარება ხა მიდის უწყებათა შორისი კომისია შევქმენი, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ძალიან გახსნილი და უნდა იყოს ასე ვთქვათ კომისია, რომელიც ერთობლივად გადაწყვიტას მიმართულებებს, რაც უნდა ჩვენ განვავითაროთ და რომელიც სჭირდება რეგიონს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ტურიზმის, კულტურული ტურიზმის განვითარება, რაშიც აუცილებლად ტურიზმთან ერთად ვიმუშავებთ და ვაანონსებ იმას, რომ იქნება ძალიან ბევრი ესეთი ტურისტული კონცერტებიც, იქნება ძალიან ბევრი მთის ღონისძიებებიც, ფოლკლორის მიმართულებით და კლასიკური მუსიკაც, რა თქმა უნდა, ორკესტრის გაძლიერებაც იგეგმება და ძალიან ბევრი კიდევ ახალი ფესტივალების იდეა, რომელიც იქნება გაწერილი არა მხოლოდ ზაფხულზე, თქვენ კარგად შეამჩნიეთ, რომ ზაფხული ძალიან დატვირთულია, მაგრამ რა ვქნათ იანვარში და თებერვალში, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ასე ვთქვათ გაგრძელებული სეზონი, რაც უმნიშვნელოვანესია. ესეთი რეგიონისთვის, როგორიც არის აჭარა და რომელსაც აქვს აი ამდენი ტურისტი, ხა რასაც ჩვენ უყურებთ ყოველწლიურად. გასაგებია, დიახ, უნდა დაგეთანხმოთ, საკმაოდ ბევრი ყავს და ეს ძალიან კარგია. ქართველი ახალგაზრდა პიანისტები იმყოფებოდნენ პარიზში თქვენთან ერთად, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოგვიყევით ამის შესახებაც. დიახ, ეს უკვე მეორე წელია, როდესაც აჭარიდან, ბათუმიდან არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პიანისტები იღებენ მონაწილეობას. შარშან იყო ბაჩი მიქელაძე, წელს იყო პატარა ანდრია კაპანაძე, რომელიც 10 წლის არის და მისი დებიუტი იყო, საერთოდ საერთაშორისო დებიუტი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წარმატებით. ქალბატონ ნატო ორაგველიძის კლასში მეცადინეობს ორივე ახალგაზრდა პიანისტი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მე ყველას ხელს შეუწყობ, ვისაც ექნება, ასე ვთქვათ, ჯერ ნიჭი და მე რა თქმა უნდა შემართება იმისი რომ გამოიჩინოს თავი ბავშვობიდანვე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პიანისტებისთვის. რაც შეეხება ჩემს პროექტს, რომელიც ფონდ ესოს ტალანტებთან ერთად და მიშელსონის ფონდთან ერთად კეთდება პარიზში, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, დიდი გალა კონცერტი, ძალიან პრესტიჟულ ადგილზე, შანზ-ელიზეზე პარიზში. ეს ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობის მიღება ერთი რომ ძალიან პრესტიჟულია, მეორე დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი ტრამპლინი ახალგაზრდებისთვის, ასე რომ მე ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას და რა თქმა უნდა გავაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას. გასაგებია დასასრულისკენ უნდა წავიდეთ სამწუხაროდ სამომავლო გეგმებზე კითხავთ მართალია თქვენ ისაუბრეთ ახლა ზაფხულის სეზონზე ასევე აღნიშნეთ ისიც რომ რა დააშავა იანვარმა არც არაფერი მაგრამ რადგან ახალი შექმნილია სამინისტრო მინდა მომიყვეთ იმ გუნდის შესახებ ვინც თქვენთან ერთად იმუშავებს და როგორია აი ამ გუნდის სამოქმედო გეგმა ერთობლივი რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გავყვეს გუნდი შევკარით რომ ძალიან კარგი სერიოზული და შემოქმედებითი გუნდი არის მოადგილებს ჩამოგითვლით ბატონი ვლადიმერ მგალობლიშვილი, ქალბატონი ირმა აბულაძე, ბატონი ბადრი ნაკაშიძე, ბატონი ზაური, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობს და ვფიქრობ რომ ყველას თავისი ძალიან განსაზღვრული მიმართულებები აქვს, მაგრამ აი აქ მინდა ვთქვა რომ რადგანაც ახალი სამინისტრო ვართ, ყველაფერს ერთად და ესე იგი დატვირთულები ვარ ძალიან, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებები არის დასალაგებელი და ეს არის მოადგილეების როლი, ასე ვთქვათ, და კიდევ არის უამრავი არაჩვეულებრივი ახალგაზრდაც, უკვე გამოცდილი კადრებით, რომელიც განათლების სამინისტროდან გადმოვიდნენ ჩვენთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და ისინიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად. ჩვენ ვართ ძალიან უკვე შეკრული გუნდი, თუმცა ერთი თვეა სამინისტრო არსებობს და
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთ ჰარმონიულ გარემოში კულტურას ვემსახუროთ, ესე ვთქვათ. გასაგებია, საერთაშორისო ასპარეზზე კითხავთ, სანამ დავასრულებთ საუბარს, ვინაიდან თქვენი სახელი და გვარი საკმაოდ ცნობილია და არ გაგიჭირდებოდათ ამ მხრივ ინფორმაციის მიწოდება. აი, რაიმე ტიპის უკვე საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა თუ არის დაგეგმილი, თუ განიხილება და თუ კი შეგიძლიათ რომ რაიმე ტიპის ინფორმაცია ჩვენს მოგვაწოდოთ. იცით რა, იმდენი მიმართულებით განიხილება საერთაშორისო მიმართულებები, რა გითხრათ, აბა მე ხარ რომ ამის ჩამოთვლა დავიწყო, შორს წავალ ეს ცალკე გადაცემა უნდა მიუძღვნათ მაშინ ამას. თავარი რაც არის, ჩვენი მიმართულება ის არის, რომ საშუალება მოგვეცეს, რომ ახალგაზრდებს გაუკაფოთ გზა და აჭარა გახდეს ერთ-ერთი ეპიცენტრი, ანუ ცენტრი, კულტურული ცენტრი, იმისათვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო აკადემიები, შეიქმნას ძალიან დიდი აქცენტი მაქვს მე პირადად ინოვაციურ სკოლაზე, რომელიც აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ სახელოვნებო ახალი სკოლა რაღაცა ფორმით იმის შემდეგ, როდესაც მე გავივლი კონსულტაციებს ყველა პედაგოგთან ნახავთ, როგორი შესაძლებლობები გვაქვს დღეს აჭარაში, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ინოვაციური, ასე ვთქვათ, ახალი მიმართულებებით განვითარდეს ახალგაზრდები და კიდევ, რა თქმა უნდა, ორკესტრი, რომელიც და ოპერა, ოპერა, კაპელა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება პრიორიტეტები და პრიორიტეტებს აუცილებლად გაგაცნობთ თანდათანობით, ჯერ მაინც ვართ ლოჯისტიკური მოწესრიგების პროცესში. და ცოტა ხანში კიდევ იმედი მაქვს, რომ გესტუმრებით და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ პროცესებს. სიამოვნებით, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით.